მოგესალმებით. ეხლა ვიმყოფები გურიაში. ძალიან ულამაზეს ადგილზე. ერთი პატარა მდინარეა გურიის. მოვედით ტივტივაზე სათევზაოდ. აქეთ ვიყავ ჩემს სოფელში ჩამოსული და გადავწყვიტე ცოტა ტივტივი წავითევზაო. როგორც თევზი აქტიურია, მდინარის თეთრი თევზები იჭირება, კონკრეტულად სახელები არ ვიცი, სხვადასხვანაირი თევზები, შამაია წყავს პატარები და ნორმალური პატარა ზომის თევზებია, მაგრამ ტივტივაზე გასართობად ჩვენიერი არის. ბუნება არის არაჩვეულებრივი. ვერც ერთი სხვა და ტბა ვერ მიეძება სოფლის და სოფლის პატარა მდინარეების სილამაზეს. თევზაობ 4 გრამიანი სპინინგის ჯოხით, რამდენიმე უკვე დავიჭირე. 4 გრამიანი სპინინგის ჯოხით თევზაობ. ტივტივის მონტაჟი მაქვს. გაკეთებული, ოღონდ ცოტა სხვანაირი მონტაჟია. მარტო ტივტივა მაქვს. ტივტივა პატარა ტყვია შიგნით, გრამიანი. სადავე, სადღაც 40 სანტიმეტრი და მარტო ნემსი. მეტი არაფერი. გატარებაზე ვთევზაობ. გავატარებ და პატარა წამოტყმებსაც შიგადაში ვუკეთებ ხოლმე. დინებას გავაყოლებ. ნახოთ აბა რა გამოვა, კაი ხანია. თითქმის 1 წელი არ მithევზავი ამ მდინარეს. დაბალი წყლებია. გავატარებ. დინებას გავაყოლებ, მაგრამ უკან ისევე რა. ეცეთმა, აი, დაჟდა შვენიერი დასაჭერია, შვენიერი გასართობია. მოდის პატარა ქაშმები, მოდის შამაია, თეთრული, რავი, ფრიტას რო ვეძახით კიდე. სოფლის პატარა მდინარის კვალობაზე ნამდვილად კაი გასართობია თან სპინინგით. ულტრალაიტით. აბა, შვენიერი. ძალიან კარგი. მე ერთი ჭივით თევზაობ. აი. მორიგი თევზი. აქ საღამოს ჩამოხვალ 12 საათზე წამოხვალ იქედან ზმაო საღამოს ჩამოხვალ აქ ითევზავებ კაი თევზს დაიჭერ ოდი აქ აი ისო დაჯდა ძალიან მაგრად მოდის აი ძალიან მართლა კარგი სამოვნების მიღება შეიძლება თან ბიჭო, კაი თავები მოდის.
კი. აი იქნებს ტრია. იქნებს. კი, ერთი. მორმის შინგზე უფრო ეგ მეთოდი უფრო მომწონს მე. შეგრძნება თითქმის იგივეა ამოყვანის დროს, მაგრამ ეს მეთოდი უფრო მუშა. ძირძი არ ვარდება სატყუარა. ყოველთვის ერთ პოზიციაზეა და შვენიერ ეფექტს იძლევა. ეგეთ დაბაწყებს სათევზაოდ ძალიან კარგია. პატარა სოფელში რო პატარა მდინარეებია, მუშაობს გადასარევად. გამოცდილებიდან მარტო ძუაზე ჯობიან მთლიანი აღჭურვილობის გაკეთება. მაგრამ ახლა ამ ეტაპზე აი კიდევ დაждდა შემდეგი თავზე. მთლიან ძუაზე ჯობია და ფიქსირება, იმიტომ რომ ესო ტრიალებს წყალში წყნულზე ახლა ერთება ხოლმე და ცოტა ნერვები სონშლეია. მოდი აქ სად გადახდი. ახლა დიეზინ 03 მეგობარემ და არც გონდა ხელმსიგზე ძუა რომ ასე შემეცვალა. და წყნულს მივაბი ის დაბის სადავ. არა უშავს, ეგრეთ წავა. ძალიან მაგრად. არა, просто ძუა იყოს ეს მთლიანი უკეთესი იქნება, მაგრამ არა უშავს. დაჯდა ისევ დაჯდა შვენიერი სპინინგით არის ძალიან კარგი გასართობი. რა თქმა უნდა, უფრო წვრილი სპინინგითაც უფრო მაგარია. გრამნახევრამდე მაქრეიზი ფიშის და იმით ვაფშე სხვა სიამოვნება აქვს, მაგრამ 4 გრამამდე ტოტემი ისეთი სუბუქი და ისეთი მძნობიარე ჯოხია, რომ ამითაც ერთი დიდი სიამოვნება ამით ევზაობა. და საკმაოდ კარგად აქტიურად ეკაჩება თევზი, ისე რომ იგრძნო ჭიდილი და სასიამოვნო დასაჭერია. აი, ისევ დავსვით. დავივიწყებ, მე ვიციო და იდეაში ახლა ის გატარება არ ვიცოდი ზმაო, ახლა ვიცი, სხვა დოსო ჩავალ, იმასაც გავატარებ. მაგარი თევზი დგას აქ. ოპა. აი. ისევ. ძალიან კარგი, აი. რაჯობია. რომ ბუნებას რო გავუხილეთ და ასე ჩამოვალთ ხანდახან სოფელში და ცოტას დავიჭერთ გავერთობით ანკესით. ამით ვერ დავაზიანებთ წყალსაცავს, ვერ თევზს გამოვლებთ. ზეო ახლა ვითევზავე. ალბათ მომდევნო ზაფხულამდე შეიძლება ვერც კი ჩამოვიდე, ხო? ამით აზიანდება თევზს და არც გამოვილევა. აქ გამკაცდა კონტროლი გენზე შეგარებით და თევზმაც იმრავლა. მოდი აქ დაჯდა
მორიგი თევზი. სავარაუდოდ რა თევზის აქ დგას არ იღებს მატლზე. სავარაუდოდ რა თევზის დგას აქ მატლზე არ იღებს. მოდი აქ. აი შვენიერი თევზი. ეს წამოვიდეს ერთი იმნარი კლოვი და всё. და ხმალივით უსროლავ მაგას. მოდი აქ. აი. გააჩნდა ჩვენი თევზუკა. ესეც გააჩნდა პატარა თევზი. ჩვენიერი. Esa, now we go. Esa. Oh. You see. მოდი აქ. სამ გაპასურდა, ისეთ საღამოს მოვედით, მაგრამ თევზაობის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ ძალიან გაპასურდა. მოდი აქ სადგარ მიხარ. კაი თავი დაჯდა აშკარად. ო. რა კაი ხაშაპი დაჯდა. აი ეს ნამდვილად კარგია. წასით ვერ გამიწვიდავს. ოპა, აი. Esa, no. აი ხაშაპი. აი ზონა. შვენიერი თავია. ამ დინარესთვის ერთ თევზი საკმაოდ დიდია. დავასრულეთ დღევანდელი თევზაობა 1 საათი ჩამოვედი სულ. აბა აი ეს გამოვიდა. კარგად მასე ამოვიდა. სუდი არ იყო, გასართობად კარგია. აი ესეთი სილამაზეა აქ. აბა დროებით.